უკვე მე რამდენად საუბრობთ იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მივიღეთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უცვლელია და არის საბოლოო, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, იმისთვის, რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი ამომრჩეველი ქართულ ოცნებასთან, რადგან ვფიქრობთ, რომ ამომრჩევლის ამ შემთხვევაში მარტო დატოვება პირისპირ მოძალადე რეჟიმთან ეს დღესდღეობით არის დანაშაული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ლელოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თავარი საზრუნავი არის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმება, თავარი საზრუნავი არის ასევე და ამოცანა ის, რომ ჩვენსა და ლელოს შორის არ იყოს გარემოებები ისე მოწყობილი, რომ ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, რადგან ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ბრძოლაში რეჟიმთან, შესაბამისად ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ და პირიქით ვიმუშაოთ ამომრჩევლებზე, ვიმუშაოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდეს, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა დღესდღეობით არის ის, რომ ქართულ ოცნებას ყავს იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ის იმსახურებს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, გაათმაგებული ძალით, რომ შევამციროთ ქართული ოცნების ამომრჩეველი და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, ისევე როგორც გავაკეთეთ ეს 2024 წლის არჩევნებზე, რადგან მაშინ ჩვენი მოცემულობა იყო სრულიად სხვა, ჩვენ არ გვყავდა საარჩევნო უბნებზე და ოლქებში წარმომადგენლები, შესაბამისად იმ მოცემულობით მაშინ, როდესაც ქართული ოცნების და ოპოზიციური ფლანგის გარკვეული პარტიების მთავარი მიზანი იყო ის, რომ დავეზიანებინეთ ჩვენ და ჩვენ ვერ მოგვეხდინა ჩვენი ხმების დაცვა, იმ პირობებში ჩვენ გადავლახეთ ბარიერი, ეს იყო მთავარი მიზანი მათი მხრიდან, რომ ჩვენ ბარიერს მიღმა დარჩენილიყავით, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი იმ მცირე დანახარჯებითაც, რა მცირე დანახარჯებითაც ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია და ახლაც იგივე ჩვენ ვაპირებთ, რომ რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ გაათმაგებული ძალით ამომრჩეველთა ხმებისთვის და რა თქმა უნდა ყველას ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავიცვათ ერთად ხმები, რომლებსაც ამომრჩეველი რა თქმა უნდა მოგცემს. კომუნიკაცია გაქვთ ახლა ლელოსთან, თანამშრომლობაც მათ შორის, აი მემორანდუმის გაფორმების ამბავი. დღეს დანიშნული არის პირველ საათზე კონკრეტული ღონისძიება, რომლის შემდეგაც გაკეთდება კომენტარები მედიასთან, სრულფასოვნად და ძალიან დეტალურად სპიკერები გაგაცნობენ თქვენ, რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერება, რა იქნება ერთობლივი მუშაობის მთავარი ამოცანები და მიზნები და რა თქმა უნდა ამაზე ამომწურავად ისაუბრებენ ის ადამიანები, ვინც ხელს მოაწერენ ამ მემორანდუმს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ სამოღვაწეო მიგეთ როგორც ვიდეო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და ამის გამო ნაცები თქვენ მოღალატებად მოგიხსენებენ. რა კომენტარი გაკეთებთ ამ თემასთან დაკავშირებით? მოღალატეობა დღესდღეობით არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ტოვებენ ჩვენს ამომრჩევლებს პირისპირ რეჟიმთან, რომელიც მათზე ძალადობს, შესაბამისად ჩვენ ავირჩიეთ ბრძოლის სტრატეგია, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქართველი ხალხისთვის, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ გამარჯვებამდე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნებიც ჩაინიშნოს, აი ეს ყველაფერი არ კარგავს აქტუალობას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა ბოიკოტი, რომელიც აძლიერებს დღესდღეობით ხელისუფლებას და უქმნის მას ძალიან კომფორტულ მდგომარეობას, არამედ ბრძოლა გაათმაგებული ძალით იმისთვის, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში და ეს ორი მიმართულება არის ის, რაც აძლიერებს დღესდღეობით რეჟიმს. რა თქმა უნდა, ბოიკოტთან ერთად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პარტიისგან, რომელიც მხარს უჭერს ბოიკოტს, დასაბუთებული გეგმა როგორ აპირებენ ბოიკოტით გამარჯვებამდე მისვლა. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ ბრძოლით, შეუპოვარი ბრძოლით
და ასევე თანმიმდევრული ბრძოლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოო ბრძოლაში, აუცილებლად და მთავარი მიზანი ჩვენთვის არის დღესდღეობით ვესაუბროთ ოცნების ამომრჩეველს, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე იმსახურებს ამას ქართული ოცნება და შევამციროთ ეს ამომრჩეველთა რაოდენობა. სანამ ჩვენ არ შევამცირებთ ქართული ოცნების ამომრჩეველთა რაოდენობას, ვერც გარე ფაქტორები და საერთაშორისო აქტორები, ვერც ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა ვერ შეიცვლება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ძალიან მკაცრად ვთქვათ თანხმობა მუშაობაზე და ბრძოლაზე. სხვანაირად ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვერ გავხდებით იმ რეჟიმთან, რომელიც ძალადობს, რომლის მხარესაც არის ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც ხალხს უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება პარტიულ ინტერესებს დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ყავს ქვეყანაში უმძიმესი პროპაგანდისტული მანქანა მედიების სახით, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სრულიად ტყუილ ინფორმაციას და ქმნის ამით საზოგადოებრივ აზრს და ეს განსაკუთრებით ასახული არის საქართველოს რეგიონებში და ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, იმ ძალადობრივ ქმედებებთან ერთად საბოლოოდ აძლიერებს იმ რეჟიმს, რომელიც ჩვენზე კიდევ და კიდევ ძალადობს. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ბერდიას იჭინება მოაწერს ხელს მემორანდუმს და ლელოს მხრიდანაც იგივე გენერალური მდივანი, რომელიც ყავთ. 20 მაუსის ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა და ეს განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოლოდინი არის, რომ ეს იქნება ძალიან მკაცრი შეფასებები, იქიდან გამომდინარე, რომ ამის ასე ვთქვათ, წინა შეფასებებიც უკვე საკმაოდ მკაცრი არის. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში იქნება გიორგი გახარია, ის იქნება ბრიუსელში, სადაც ექნება მაღალი რანგის შეხვედრები, მთავარი თემები, რომლებზეც გიორგი გახარია ყოველდღიურად მუშაობს და ამ შეხვედრების ფორმატშიც ის შეხვდება სხვადასხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელებს, იქნება პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე ის მდგომარეობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა ჩვენს ქვეყანაში და ასევე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გახლავთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და ჩვენი მთავარი ხაზი არის ის, რომ სანქციები არ შეეხოს ხალხს, რადგან ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობა ამტკიცებს იმას, რომ იმსახურებს ვიზა ლიბერალიზაციას და ეს იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ხნის არჩევანი და ბრძოლის შედეგი, რომელიც მოვიპოვეთ და სანქციები შეეხოს იმ ადამიანებს და იმ პერსონებს, რომლებიც ძალადობენ თვეების განმავლობაში ჩვენზე, რომლებიც ძალადობენ საკანონმდებლო ჭრილშიც და იგონებენ ახალ საკანონმდებლო ჩარჩოებს იმისთვის, რომ რეპრესიები უფრო მძიმე იყოს და უფრო ჩაახშონ თავისუფალი აზრი და განსხვავებული აზრი. აი ეს ყველაფერი იქნება აი ამ შეხვედრების, რა თქმა უნდა, მიზანი და მოლოდინი არის, რომ იმ კაცრი შეფასებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებს. ჩვენი გეოგრაფიის სახელმწიფო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის ხელმოწერით გაფრთხილდა წელი, ამ წელს ქართული ოცნება განცხადებით გამოიყვანა, რომელიც შეაფასეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და დიქტატის ინტერესების გატარების ცდილობად. რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ? ოლივერ შორტს ოცნების პასუხი და მათი განცხადება. მოკლედ ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩანს, რომ რა თქმა უნდა ევროკავშირის მხრიდან რა თქმა უნდა გამკაცრდება და უფრო დამძიმდება ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ქართული ოცნების პასუხისმგებლობით დადგა. რაც შეეხება ოცნების განცხადებას, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ
აი ესე ლაჩხულად, როგორც კი ხედავენ ეს ადამიანები, რომ კაცრდება პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან ან სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ის უბრალოდ აი ესე უტიფრად რეჟიმი ეფარება ქართულ ხალხს და ამით აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ინტერესებს, არ იხევს უკან არაფერზე, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფული და აგრძელებს ძალადობას, აგრძელებს იმ არაკონსტიტუციურ ჩიხში ჩვენი ქვეყნის შეყვანას, რასაც ახორციელებს დღესდღეობით. შესაბამისად, დღესდღეობით ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება, როგორც კი ხედავს, რომ ევროკავშირის მხრიდან კაცრდება შეფასებები და ევროკავშირი რეალურად გადადის მოქმედებაზე და რეალური სანქციები არის მოსალოდნელი მათი მხრიდან და ასევე სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, უბრალოდ ასე ლაჩხულად და უსუსურად ეფარება ქართველი ხალხის ზურგს. ოცნების ეს განცხადება სწორედაც აღნიშნავს იმას, თუ როგორი უსუსურია ოცნება და როგორი შეშინებულია, იმიტომ რომ ვერც ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან ვერ ალაგებს ურთიერთობებს. გაურკვეველი ურთიერთობებით კიდევ უფრო მეტად აზიანებს ჩვენს ქვეყანას და როგორც კი ხედავს, რომ კაცრდება რიტორიკა და პოლიტიკა სხვა ქვეყნების მხრიდან, ეფარება ჩვენი ქართველი ხალხის ზურგს. იმ ქართველი ხალხის ზურგს, რომლებმაც იბრძოლეს და იშრომეს ძალიან დიდი დროის განმავლობაში იმისთვის და დაიმსახურეს, რომ მათ ქონოდათ ევროპული მომავალი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წაართვა, აი ესე პირდაპირ აიღო და ჩვენს შვილებს წაართვა ევროპული მომავალი და ოკუპანტის საქმის კეთებით არის დაკავებული დღესდღეობით, რომელიც აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის 20% დღესდღეობით არის ოკუპირებული და ამ ვითარებაში ის ნაბიჯები, რომლებსაც ქართული ოცნება დგას, მხოლოდ და მხოლოდ ასხავს რუსეთის წისქვილს წყალს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თქვენი აზრით ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა თუ არა? ეს რა თქმა უნდა არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ზოგადად ჩვენ რა თქმა უნდა არ მივესალმებით არც ერთი სახელმწიფოს მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევას და ჩვენს გადაწყვეტილებებზე რა თქმა უნდა ეს ასახული არასოდეს არ არის. იქიდან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხალხთან ურთიერთობაში და მათთან კომუნიკაციაში, რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება საერთაშორისო მხრიდან, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის იმ პოლიტიკის შედეგი, იმ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დღესდღეობით ქართული ოცნება აწარმოებს. იმ ყველაფრის შედეგი, რომლითაც ის აზიანებს ისე როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ძალადობს ჩვენს ხალხზე, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს და დაიმსახურეს ევროპული მომავალი, იმ ევროპული ღირებულებებით, რომელსაც დღესდღეობით ქართული ოცნება ებრძვის იმისთვის, რომ გააძლიეროს, რა თქმა უნდა, ოკუპანტი ჩვენს ქვეყანაში. 20 მისის საქმეზე გამოძიება დაიწყო, დღესაც ევროპასა გამოძიება ექსპერიმენტი რუსთაველზე დასაბუთების მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროს გიორგი გახარიაშვილის მინისტრი როგორ შეაფასებდა კომიტეტს გარეკეთ ფინანსურს დაკავშირებით. ზოგადად ქართული ოცნება ცდილობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება გაასაღოს აი ამ კონტექსტში, იქიდან გამომდინარე, რომ ახსნას საკუთარი ქმედებები, რომ აი ეს ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც მიაგზავნა ამ დღიდან 6 წლის შემდეგ ხილთათმანებით და იქ ცდილობს რაღაცის პოვნას და სრულიად აბსურდულია ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ აი ამ ყველაფრით აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტს და უდიდეს ზიანს აყენებს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გამომძიებლები, რომლებიც ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, დღეს აი ესე აბსურდულად 6 წლის შემდეგ ხილთათმანებით იქ რაღაც აბსურდულ მტკიცებებს ეძებენ და არის იქ რაღაც პროცესი, რომელიც ძალიან დისკომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე არ გამოუვა ოცნებას ნამდვილად სტრასბურგის გადაწყვეტილების
გამოყენება ამ კონტექსტში, რადგან იქ სრულიად სხვა საკითხები ეწერა, შესაბამისად ცდილობს, რომ აი ამ საერთო ხურჯინში დაამატოს კიდევ უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ საბოლოოდ პოლიტიკურად დევნისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი და ოცნების მთავარი მეტოქე, მთავარი ოპონენტი ამ ვითარებაში უბრალოდ საარჩევნო ველიდან გააქროს. თუმცა არაფერი არ გამოუვა, იმიტომ რომ ერთადერთი ვინც ზიანდება ამ პროცესში ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რაზეა წამსვლელი ქართული ოცნება იმისთვის, რომ პოლიტიკურად დევნოს ადამიანები და იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ გიორგი გახარია გახლავთ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა საკუთარ ყოფილ გუნდს და გიორგი გახარი არის ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს და დაამარცხებს რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერს რომ ხედავენ, ამიტომაც არის, რომ ყოველდღიურად ამატებენ ახალ-ახალ 15 წლიან მუხლებს, ამატებენ ახალ-ახალ საქმეებს, სრულიად აბსურდული არგუმენტებით და უკვე ეს ყველაფერი არის ღიმილის მომგვრელი, იმიტომ რომ არავისზე არ მოქმედებს ეს რეპრესიები, გაათმაგებული ძალით ჩვენ შევებრძოლებით რეჟიმს, გაათმაგებული ძალით ვიბრძოლებთ საარჩევნოდ ჩვენ ამომრჩეველთა ხმებისთვის და გაათმაგებული ძალით ჩვენ ამიტომ ვითხოვთ, რომ ვიყოთ წარმოდგენილები თუნდაც რუსთავიორის ეთერში, იმისთვის ვითხოვთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს დღეს ვის ხელში ვართ, რას ჩადის, როგორ ძალადობს ქართული ოცნება და აი ეს რაოდენობა, ამომრჩეველთა რაოდენობა ქართულ ოცნებას შეუმცირდეს. იმიტომ რომ სანამ ჩვენ ყველა ერთად ამას გავაკეთებთ და სანამ ჩვენ ვიკეკლუსებთ და ბოიკოტის რაღაცა მიზეზებს მოვძებნით და ამას ვერც ახსნით და გეგმასაც ვერ დავსახავთ ამ მიმართულებით, მანამდე რეჟიმს არანაირი დისკომფორტი არ ექნება და შესაბამისად უფრო და უფრო გადაიწევს ჩვენი საბოლოო გამარჯვება და თავარია ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვეჩქარება არის ის ადამიანები 60-მდე ადამიანი რომელიც სრულიად უარგუმენტოდ დატყვევებული ყავს დღესდღეობით ქართულ ოცნებას და ყოველდღიურად გვანახებს აი ამ ძალადობრივ პროცესებს უпростоრად აღარც გვანახებს იმდენად განსხვავება არ არის მათსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის რომ პირდაპირ ესე აიღო დახურა სასამართლოები და ცდელობა აქვს იმისი რომ ქვეყანაში შუქი ჩააქროს თუმცა ამას არავინ არ შეუშინდება იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ამაზე ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ და ჩვენ საბოლოოდ დავაბრუნებთ სამართალს ამ ქვეყანაში და აუცილებლად საქართველოს შიგნით და ან ასევე საერთაშორისო ანუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ეს იქნება ძალიან მალე. თბილისში პოლიტიკური შეფასების მიმართ მეკარტის ელჩის განცხადება გარეთ უომი ვიდეო მიმართვას ამცილებს გაერთიანებული სამეფო ამბობს რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებული საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტების ამბობის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. როგორ შეფასებთ თქვენ ამ განცხადებას? ვინ თქვა ეს? ეს თქვა ბრიტანეთის ელჩმა. კი ბატონო. როგორ? რა თქმა უნდა, ბრიტანეთი ერთ-ერთი ქვეყანათაგანია, რომელიც ძალიან ადეკვატურად აფასებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ქართული ოცნების პირობებში დადგა. კაცრად და ისინი ხედავენ ამ ყველაფერს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ისინი ხედავენ რომ დღეს რეჟიმის დასაყრდენი და უმთავრესი ინსტრუმენტი ეს არის პროპაგანდა პროპაგანდისტული მედია რომლითაც ის დოზირებულად აწვდის საზოგადოებას ტყუილებს და ამით საზოგადოებაზე ძალადობს იმიტომ რომ ქმნის მოდელირებულ რეალობას და თავისთვის სასარგებლოდ იყენებს მედიებს. აი ეს არის მოცემულობა. ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, ამას ხედავენ ბრიტანეთშიც და ამიტომ არის ის მკაცრი შეფასებები, რომლებიც მომდინარეობს ბრიტანეთის მხრიდან და ამიტომ იქნება აუცილებლად რომ დადგება სანქციების საკითხიც და ეს რაც უფრო მალე მოხდება, რომ დასანქცირდეს ის მედია, რომელიც ძალადობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ესე პროპაგანდისტულად და ტყუილებს არცელებს მით უფრო მალე ჩამოიშლება რეჟიმი, იმიტომ რომ დღესდღეობით მათი დასაყრდენი არის პროპაგანდა, ძალადობა და კორუფცია.
პროპაგანდის ნაწილი ძალიან მალე დამარცხდება. შესაბამისად, ამის აღმნიშვნელი არის ის განცხადება, რომელიც თქვენმე წამიკითხეთ. ზია მოგოძე კითხავთ, ანუ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბრიტანეთში მსგავსი ქმედება, ანუ პოლიციელს ეხება უფრო კაცრად ისჯება, რა კომენტარს გააკეთებთ? ბრიტანეთში, რა თქმა უნდა, მკაცრად ისჯება პოლიციელზე ხელის აღმართვა, თუმცა ბრიტანეთში ასევე არის სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არ იმართება წინა რეჟიმის სახეებით, რომლებიც წინა რეჟიმის დროს ძალადობდნენ ჩვენს მოსახლეობაზე. თავარი აქ არის ის, რომ დღესდღეობით ადამიანები ვერ პოულობენ ჩვენს ქვეყანაში სამართალს. სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. მას მართავს კლანი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისგან, გააძლიერა ის, შემატა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება და აი ამათ პარპაშს ვუყურებთ უკვე 13 წელია და სრულიად აბსურდულ სასამართლო პროცესებამდე მივედით და კიდევ უფრო მეტად შემცირდა განსხვავება ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მაშინ, როდესაც დაბრუნდა ის მუხლი საკანონმდებლო მიმართულებით, რომელიც ფაქტიურად შუქს აქრობს ჩვენს ქვეყანაში და მედია არ დაიშვება და ტელეფონებით გადაღება არის შეუძლებელი სასამართლოებში და იქ აი ამ ძალადობრივ აქტებს ვერავინ ვერ ხედავს, რაც თვითონ აწყობთ მოდელირებულად უკვე პროპაგანდისტული მედიების საშუალებით ისინი ავრცელებენ. აი ეს არის ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ამას აფასებენ ბრიტანეთის სახელმწიფოში ძალიან ადეკვატურად და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს მედია პლურალიზმი თურმე ქვეყანაში და ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მედია თავისუფალია და დამოუკიდებელია, ეს არის სიცრუე, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართული მედია შველას ითხოვს. გვაქვს რიგი კომპანიებისა, ტელეკომპანიებისა, რომლებიც იხურება. ფაქტიურად სიცოცხლის უნარიანობის შეწყვეტას განაპირობებს ქართული ოცნების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია, რომ დევნოს რეგიონალური მედიები, მათ საერთოდ აღარ აქვს საშუალება იმისა, რომ იფუნქციონირონ და ემსახურონ ხალხისთვის ადეკვატური და სწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას. ინტერნეტ მედიებს როგორ ექცევა და საერთოდ ახალი კანონებით გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მედიების წარმომადგენლებს ამ თვეების განმავლობაში გაუსწორდნენ სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები და ასევე ის ზონდერ ბრიგადები, რომლებიც დათარეშობენ დღემდე დაუსჯელები ჩვენს ქვეყანაში, ამას დაემატა უკვე საკანონმდებლო ჩარჩოებით ძალადობა ჩვენს მედიებზე და ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც დაზიანდნენ და ამაზე არ გაქვთ შეკითხვა, როგორ მოხდა დაუშვათ, რომ ის ჟურნალისტები, რომლებზეც იძალადეს, მიიღეს მათ პასუხები ამაზე, დაისაჯა ვინმე? ნებისმიერი ჟურნალისტი, რომლებზეც იძალადეს, ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ საშინელი კადრები წყალიც არა. მოკლედ, თქვი. აი, ამაზეც მიდაგებს პოლიციელზე ხელის დარტყმა. ძალიან ნერვიული. პოლიციელზე ხელის დარტყმა თქვენი ეს არის დანაშაული თუ არა? პოლიციელზე ხელის დარტყმა არის დანაშაული, რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც ადამიანს შეუძლია, რომ არგუმენტირებულად დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, როგორც პოლიციელის მხრიდან, ასევე ეგრეთ წოდებული დამნაშავის მხრიდან, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დატუსაღებული ყავს რეჟიმს და ძალადობს მათზე ქართულ ციხეებში და ისინი ვერ ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს იქიდან გამომდინარე, რომ მათ უარა მოწმეების დახმარებით სახელმწიფო ესე ექცევა მათ, რაზე გვაქვს ლაპარაკი, რა სამართალზე გვაქვს, რა დანაშაულის დამტკიცებაზე, ან რა საკანონმდებლო ჩარჩოებზე გვაქვს ლაპარაკი. დღესდღეობით ზია ამაღლობელი გახლავთ მედია მენეჯერი, რომელმაც დადო პროტესტის ახალი და განსხვავებული სტანდარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ქვაკუთხედია იმისა, რაც მოგვიტანა დღესდღეობით ჩვენ პროტესტმა და ძალიან ბევრი ხელშესახები გამარჯვება მოგვიტანა პროტესტმა იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი დასანქცირებული ადამიანი ყავს ქვეყანაში, რომელსაც პერსონალური პასუხისმგებლობა აქვს
ამ ყველაფერზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და აი მზია ამაღლობელმა სწორედ და მზია ამაღლობელის ნაირმა პოლიტპატიმრებმა მოგვიტანა ეს გამარჯვება ჩვენ.